ისევ და ისევ მინდა შემოგთავაზოთ გაშლა საქართველოზე ნათია შაისგან. ეს ჩემი არხია და მას შემდეგ რაც თქვენ გამოიწერთ ამ არხს, ეს იქნება თქვენი არხი. არაჩვეულებრივი არკანით ვარსკვლავებით დაიწყო გაშლა და ვნახოთ რა იქნება შემდეგი. მე შეგახსენებთ, რომ ჩემი ნომერი არის 591-233-507, სადაც შეგიძლიათ დამიკავშირდეთ. მიიღოთ პირადი კონსულტაცია. ასევე შეგიძლიათ მომწეროთ Facebook გვერდზე რეიკი მკურნალი ქართული შრიფტით. მაშასე, ვინც უკვე უყურებს ჩემს გაშლებს, უკვე ეცოდინება, რომ ქალის არკანით, ქალის ენერგიით ყოველთვის აბუნდის ჩვენი ქვეყანა საქართველო, ხოლო მამაკაცის ენერგიით ამოდის არსებული მთავრობა. და ხედავთ, ხო, როგორ გაბუტულებებით დგანან და ეს იმას მიმანიშნებს, რომ ქვეყნის ინტერესი არის აბსოლუტურად სხვა და არსებული მთავრობის ინტერესი არის აბსოლუტურად სხვა. ისინი გამიჯნულები არიან ერთმანეთის აბსოლუტური განსხვავება ინტერესებში, სურვილებში და ასე შემდეგ. მოკლედ ერთი თავისთვისა, მეორე თავისთვის ქვეყანა და სახელმწიფო, როცა ეს ორივე უნდა იყოს შეკავშირებული აუცილებლად ერთმანეთთან, რომ სახელმწიფო განვითარდეს და გააგრძელოს წინსვლა. რასაც ვამბობდი, რომ ძალიან კარგია, რომ ამოვიდა ვარსკვლავები. მოდი ამას დავდებ, აი ესე ჯობია. აი ესე. ამოვიდა ვარსკვლავები და ეს იმას ნიშნავს, რომ და გველის წელიწადში, ამ წელიწადში უცხოეთიდან ძალიან დიდი დახმარება შემოვა. რა სახის დახმარება? ამ წუთას არ ჩანს ეს ზუსტად წინაზე ჩანდა ეს იყო რაღაც დოკუმენტები, ხელშეკრულებები, ქაღალდები. მაგრამ რაც ჩანს ეს არის ძალიან დიდი იღბლის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყნის, ასე ვთქვათ, აი მეგობრულ ბეჭედს ასვავს. აი რაღაცა არ ვიცი, ეს იქნება საიდუმლო ხელშეკრულება, ეს იქნება ღია ხელშეკრულება, აი რაღაცას ბეჭედი ეტყობა, რაც ძალიან იღბლიანია, როგორც ჩვენთვის, ისე ამ ქვეყნებისთვის, ვისთანაც შედგება ეს მოლაპარაკება. გველის წელი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან იღბლიანი და ეს წელი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, ასე ვთქვათ, გარდამტეხი და ასევე იქნება სულ ამბობ ამას. თითქოს ბავშვი თავიდან დაიბადა. ახალი სიცოცხლე. კი ბატონო. ეხლა რაც შეეხება არსებულ მთავრობას, აგერ შემოკარგებულ ხედავთ, როგორ ღუზასავით აქვთ ჩაშვებული, ბრჭყალები ჩავლებული, არ უშვებენ, არ მიდიან, მაგრამ აი მათი მთავრობა, მათი ძალაუფლება კუბოს სახლში არის და მათი ძალაუფლება გარდაიცვლება, ასე ვიტყვი, მათი ძალაუფლება დამთავრდება, ეს გარდაუვალია. ეს არის გარდაუვალი. რა არის ღმერთის წყალობა? ეს არის ახალი ძალა პარლამენტში. სულ ვამბობ, ეს არის აი რო იტყვიან, რომ აი ესენი წავლენ და ისევ რაღაცა ძველი ენერგიები, მე არ გამოვრიცხავ, რომ პარლამენტში იყოს რაღაც ძველი სახეები, მაგრამ დაიმახსოვრეთ, ესენი იქნებიან ახალი
ძალა აბსოლუტურად სუფთა ფურცლიდან მოსული ადამიანები და ახალგაზრდები შემოვლენ პარლამენტში და აბსოლუტურად ცვლიან ჩვენი სახელმწიფოს მდგომარეობას. ძალიან ჭკვიანურად, ძალიან პრაგმატულად და ძალიან დიდი სიყვარულით მართავენ და მათ აქვთ რაც არ ჩანს გაჩვენებთ დიდი ღმერთის წყალობა. აი სამი ენერგია მოდის ნახეთ, გონიერება, გულის ენერგია, სიყვარული და გვირგვინის ჩაკრა ვიტყვი უდიდესი რწმენა, რითინაც იმართება საქართველო. ამინდა იყოს ასე. უცხოეთიდან დაბერილი ქარი ამოიყვანს ჩვენს ქვეყანაში მზეს, უკუნი ღამიდან ამოიყვანს მზეს. ეს ქარი იქნება არა მარტო სახელმწიფოების დახმარება, ეს იქნება ემიგრანტების ენერგია და ძალა. ჩვენ ამ ძალას ვიხილავთ, ჩვენ ამ ძალას ვნახავთ. აუცილებლად ვნახავთ. იქნება ქარიშხალი, რომელიც აი იცის რას აგავს, აი ზამთარი რო უკვე მოგაწყენს, როდის წავა ეს ზამთარი და როცა ქარი იწყება უკვე, აი თებერვლის თვეში ქარი იწყება და კისაშინელება გაუსაძლისია, მაგრამ გონებით იცი გიხარია რომ ეს ქარი გადაყრის ამ ზამთრის ღრუბლებს და წაიღებს ამ სიცივეს და მოვა გაზაფხული. აი ესეთი რამ მოხდება ამ ქვეყანაში. დაიმახსოვრეთ დიდი ქარიშხალი, პირდაპირ გაგებით არა ხო, ალბათ ხვდებით, ეს იქნება მოძრაობა, რომელიც გადაყრის ამ ზამთრის ღრუბლებს. ქვეყანა იდგება ერთგულებაზე, ერთგულ ადამიანებზე დადგება, რომლებიც კიდევ ერთხელ ვიტყვი რა, აი ეს ერთგულება, ეს გონიერება, ეს სიყვარული და ეს ღმერთის რწმენა მოიტანს ძალიან დიდ რეფორმებს, ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებს, რაც შეცვლის ამ ქვეყნის ბედს. პარლამენტში იქნებიან, რაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს, ერთგული პოლიტიკოსები ამ ქვეყნისანი, ერთგული პოლიტიკოსები და არსებული დამთავრდება, როგორც გითხარით. არსებული დამთავრდება, როგორც გითხარით. კიდევ და კიდევ მინდა ვთქვა, აუცილებლად მინდა ვთქვა. მედიცინა და განათლება იქნება პრიორიტეტი. ანიშნავს, რომ სხვა, ასე ვთქვათ, სფეროები არ განვითარდება, ოღონდ აი ვიგრძნობთ ძალიან ესეთ ძლიერ სიკეთეს მედიცინაში და ვიგრძნობთ ამას განათლებაში. ძალიან სწრაფად მოხდება ეს, ძალიან ჩქარა, ძალიან დიდი სიხარული გვექნება და ეროვნული ზეიმი გამარჯვების და კეთილდღეობის და აი ჩემო კარგებო ვირთხების სახლში სიმძიმე დაჭდა. აი ეს მძიმე ჯვარი, აი როგორც ადამიანებს აქვთ ხო, ვინც ეზოთერიკაში ასე თუ ისე ერკვევა, რომ აი რაღაცა კარმა აქვს, მძიმე მოვლენები მოდის, ემართება ერთი და იგივე რაღაცა, ემართება და ვერ სწავლობს ადამიანი ჭკუას, ხო? და სანამ ვერ ისწავლის, მოდის იგივე ასე ვთქვათ, გარემოებები შეიძლება სხვადასხვა ადამიანების მიერ მოტანილი სიმძიმეები და როგორც იქნა ადამიანი მიხვდა, აი აქ უშრებ შეცდომას და დაამუშავა ეს კარმა, დაწვა კარმა, სხვადასხვანაირი ტერმინებია, მაგრამ შინაარსში ერთი და იგივეა და ამოვიდა ამ ადამიანის ცხოვრებაში მზე და ნათელი და ბედნიერი გახდა და ჰარმონიას მიაღწია. აი ესე არის, ნახე, მთელი ერი ეხლა, ერის უმეტესი ნაწილი, მოდი ესე ვიტყვი, ამუშავებს ქვეყნის კარმას, ქვეყნის კარმას წვავს და იწვება ეს კარმა, ნამდვილად იწვება ეს კარმა. კარმის დამუშავება არ არის მარტივი, მაგრამ აკეთებენ ამას, მოუხმეს გონიერებას, გაეხსნათ ასე ვთქვათ, გონიერება, გაეხსნათ გულის ჩაკრა, გაეხსნათ რწმენის ჩაკრა, ასე ვიტყვი და ეს კარმა მუშავდება და ეს მძიმე კარმა დაიწვება. ჩვენ ვიხილავთ, აი დამიჯერეთ, ჩვენ ვიხილავთ ამ წლიდან
ახალი საქართველოს დაბადებას, სხვა ბედით დაბადებას, სხვა იღბალით დაბადებას და კონსტიტუცია იცვლება. რასაც ვამბობ და ძალიან ძლიერი ხდება ჩვენი ქვეყანა. ძალიან ძლიერი კონსტიტუცია იცვლება საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით. ძალიან დიდი ღვთისმფარველობა არის, უზარმაზარი ღვთისმფარველობა არის ჩემო კარგებო. ძალიან დიდი ფინანსების შემოსვლა არის და იცით რა დატრიალდება აი ამის სუნს, ამის ვიბრაციას, ამ შეგრძნებებს თითოეული ჩვენთაგანი ვიგრძნობთ. ვინც კი ცოტა ოდნავ გრძნობიარე ტიპაჟია. ეს იქნება აი დიდი სიყვარულის ენერგია ჩვენ ქვეყანაში დატრიალებული, რაც ასე გვაკლია. ძალიან დიდი სიყვარულის ენერგია, რომელიც ბოდის მოვითხოვ ჩემი გოგონას შემოვარდნით, მაგრამ არ წავშლი ამ ვიდეოს და ვაგრძელებ, რომ ეს იქნება ძალიან დიდი სიყვარულის, აი ესეთი დიდი ტალღა, აი მინდა გაჩვენოთ, როგორი სუფთა ღვთიური ენერგიით წამოსული დიდი სიყვარული და ეს იქნება ძალიან დიდი ფული და ფინანსები. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში ნაგვის უბნებში მოხუცები აღარ დაიწყებენ საჭმლისთვის ქექვას და ყველა ადამიანი თავს იგრძნობს დაცულად სოციალურად, მინიმუმ სოციალურად. ახალი კონსტიტუცია, ახალი ძალა, ახალი ენერგია, სიყვარულით, გონიერებით, ერთგულებით და ნიჭიერებით მართული. ეხლა მე ამას ავიღებ და მე მინდა რაღაც მოვლენებზე გავშალო კიდე დამატებით ინფორმაცია. ამოვიღო. მე მინდა კითხვები ჩუმად დავსვა, იმიტომ რომ არეგების კონკრეტული ადამიანების სახელი და გვარის გაჟღერება, თუმცა მე კონკრეტულ ადამიანებს ჩავიფიქრებ და მოგაწვდეთ ინფორმაციას. კარგით, რაც მინდოდა მე თქვა, ანუ იქნება ბევრი მდიდარი ადამიანისთვის, ზოგადად ვამბობ, მე კი კონკრეტულად ვნახე, ფინანსური დანაკარგი, იქნება ღალატით გარდაცვალება ერთ-ერთი პოლიტიკოსის, იქნება გისოსებიც. ასევე იქნება ერთ-ერთი პოლიტიკოსის, რომელმაც აი რო ვიძახი კარმის დამუშავება ძალიან მძიმე კარბულ პერიოდს გადის და ამ ადამიანის მოდი ესე ვიტყვი, ამ ადამიანის წარმატებას ვიხილავთ ჩვენ, იმიტომ რომ ამ ადამიანმა როგორ გითხრათ იცი, ამ ცხოვრებაშივე, ამ დაბადების პროცესშივე, ამ სიცოცხლეშივე დაამუშავა ეს კარმა, მიიღო სასჯელი, მიიღო, ასე ვთქვათ, საზღაური ბუმერანგი თავის დანაშაულებებზე გამოისყიდა, მოდი ესე ვიტყვი და იქნება დასჯა, დასჯის შემდეგ იქნება მისი წარმატება.
არსებობს ადამიანი, ვის ძალიან მძიმე ტრაგიკულ ცხოვრების გაგრძელებასაც ვხედავ, ცხადია არ ვიტყვი, მაგრამ ვიტყვი იმას, რომ ამ ქვეყანაში ჩატარდა რიტუალი, რამდენჯერმე ჩატარდა რიტუალი, ძალიან მძიმე რიტუალი, შავმაგიური რიტუალი, რაც მე ვთქვი, ამ რიტუალს შეეწირა სიცოცხლე და შემდეგ სიცოცხლეები. მინდა გავმიჯნო, რომ ამ რიტუალის როგორც ფაქტი ნახეთ, აი რაღაცა დამადასტურებელი ესეთი რაღაცა არ არის, ეს მოხდა გაშვებული ენერგიით. ისე რომ დამნაშავე კვალი არ დატოვა, იმიტომ რომ ესი არ მოხდა ხო, ვიღაცა წავიდა რაღაცა, მოკიდა ხელი, რაღაცა რიტუალი ჩაატარა, ესი არა შემოკარგებო, ეს იყო აი გაშვებული ენერგია, რომ აი ეს რიტუალი, ეს მსხვერპლი უნდა ყოფილიყო და ეს მსხვერპლი სამწუხაროდ შედგა. ბავშვს ვიტყვი, ბავშვზე ალაპარაკი, ბავშვებზე ალაპარაკი და ამის საზღაური მოიკითხება. ამ ქვეყანაში სამწუხაროდ ჩატარდა შავი მაგიური რიტუალი, რასაც სამყარო დაუსჯელად არ დატოვებს, დამიჯერეთ. ამას სამყარო დაუსჯელად არ დატოვებს. ეს იყო ჩემი გაშლა, ჩემი წინასწარმეტყველება, შეგიძლიათ მომწეროთ კითხვები და გიპასუხებთ აუცილებლად. გემშვიდობებით, თქვენი ნათია შაი.